მეორე დღეს საერთოდ არაფერი არ მახსოვს, აი, რო გამოვიდი გავგიჟდი. რატანი არ მახსოვს, არ ვიცი. არანორმალური. ეუნე აი ისეთი იყო მეორე დღეს არ მახსოვს, არაფერი არ მახსოვს, მას გეუნე. ხმა გაიგე? კი, მგონი ძაღლი იყო. აუ, ლეკვია, მე მგონი და გაიჭედა. გაიჭედა. აუ, კაი, რა გთხოვ, ნახე. ახლავე შემოგაკაკაკუნა. ემო რა ინდო, მიდი რა უშველე გთხოვ. სადახარ, ცუგო? სად ხარ, საყვარელო? სადახარ, შედე დამოტყნულო, დამატყდა ფეხები. ნახე გუგ. ვერა გუგ, ვეძებდი, მაგრამ მე და ტორიკა ახალი რეჟიმით ვცხოვრობთ. რაც ნიშნავს, რომ დილით უნდა გვეღვიძოს და ღამითაც უნდა გვეღვიძოს. წინა ვიდეო ანდერძის მეგონა ბოლო იყო, მაგრამ როგორც ხედავთ, ვაგრძელებთ ვიდეოების ციკლის გადაღებას სახელად მონური ცხოვრება. მეც და ტორიკაც. ისიც თქვი მე რატომ არ დაგიკიდე და არ გავიქეცი? ამან იმიტომ და არ დამიკიდა და არ გაიქცე, რომ ფანტასტიკური მეგობარია. ან უბრალოდ ეშინია ჩაჯიმამდე. ყოველი დღე ერთმანეთს გავს. სანამ ზიშუქია სახლს ვალაგებ. ხოლო როგორც კი დაღამდება მიწევს ამ წოველების გაღვიძება. გაღვიძება ხდება ასაკის მიხედვით. ჯერ ყველაზე ახალგაზრდათი ვიწყებ, ეს არის პაკო. 130 წლის არის. ამათი გაგებით ეს თურმე ჯერ ბავშვია და თინეიჯერია. Pako mze chavida gaighwidze Pako mze chavida Pako gaighwidze mze chavida Sajblis troa gaighwidze Gai itsis khobe ese mene twiton gaighwidze gai su Pako su შემდეგი ჰამლეტის გაღვიძება მიწევს. აუ ეგ რა. ხამემ შვიდობისა მაწვილებო. იცით, არ არის ცუდი ტიპი, უბრალოდ ყლეა. შემდეგი ედმუნდია.
აი ბოლოს ვლადის გახვიძების ჯერია, რომელიც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აი ამათ შორის ყველაზე ადეკვატურია. კარგი გამოგონება. ოჯახსასო მომხსენი. ეხლა ვიღაც, ეხლა. პირის ღრუს ჰიგიენას მიუხედავდა ყველას ქვემოდგელოდებით. დიახ. იმედი ეს საუზმე მზად. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, მზად არის. რა თქმა უნდა, ყველაფერი მზად არის. კაი ამბავიც თქვი. რომელი? მანქანა. კარგი ამბავიც მაქვს. მანქანა ჩამომივიდა. მადლობა დიდი Ford Dealer Autos. საჯანდაბაში ხარ ამდენ. საჯანდაბაში დადე, ჩანთა ვეძებდი 1 საათი. შეცვალე ექსოთვალე და დაინახავ რა. ო, კაი მანქანა. კი, კაი. ბიჭო, ეგ მანქანა ცოტა იმისას გავს, ხო იცი ის რო არის? კი. პოდკასტი რომ მიყავს თუ რაღაცა. გიორგი ვარდუსანიძე. რა მიყავს? რა მიყავს, რა ვიცი, რაღაც რომ მიყავს, YouTube არხი რო აქვს რა. არ ვიცი, არ უყურებ ეგეთებს. მარჯობა. გამარჯობა სასო. არა მიშავ, შენ როგორ ახ? არა მიშავს, რა მინდა იცი გთხოვ, მეგობარი არის და მინდა რომ რამე საჩუქარი გავუკეთო. ოღონდ ისეთი ორიგინალური თუ გვაქვს რამე რა. კაი, მოდი მე ხა მე შენ რაღაცებს გითხავ და მაგით შეგირჩევ ძალიან მაგარ საჩუქარს. ოკეი. რამდენი წლისაა? 50 პლუსი. კაი. ქალია თუ კაცი? კაცი. კაცი 50 პლუსი, რა უყვარს? ცხენები. კაცი 50 პლუსი და ცხენები უყვარს? მე მაგ. აი ეს არის ჯადოსნური თეისტი ფოგი. ვიცი, ჯადოსნური რატო? რომ მოწევს, აი მე გაიგებ. კაი, ამას დავხებ. მადლობა. არაფერს. მიყვარს ასაკიანი კაცის სიცხლე რა. ემოების ბუკეტი არ უარგა. ასაკიანი კაცები? კარგია, კარგი. ზოგადად კაცები კარგია. ბუდიში რა, შემდეგში ვეცდებით, რომ უფრო ახალგაზრდა სისხლი ვიშოვნოთ და ეს შეცდომა აღარ განმეორდეს. ესე იგი შენ ამბობ, რომ თელს სოფლიოში იყო ეს ეპიდემია და ყველა სისხლი მოწამლულია. დიახ, იცით, საშინელება იყო ეს კორონა. რაც შეეხება კორონას, სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, რადგან როდესაც ჰამლეტმა მითხრა წადი და ქალიშვილები მომიყვანეო, უთხარი რომ ვერ მოვიყვან ქალიშვილებს, იმიტომ რომ თელს დედამიწაზე იყო ეპიდემია, ყველა სისხლი მოწამლულია და მხოლოდ სპეციალურ ადგილებში შეიძლება სუფთა სისხლის შოვნა თქო. მადლობა ღმერთს, სტორიკას ნათესავები ყავს კლინიკაში და იქ დონორების სისხლს გვაძლევენ. არა, იქ მართლა კარგად მოვიფიქრე. აბა ეხლა რა მექნა, საწავსულიყავი ქალიშვილების საძებნელად, ან სადიპოვი დღეს საერთოდ ქალიშვილს. აბა რა ქენი წარკვეთილო? მოიტანე რაც დაგაბარეთ. ხო, ყველამ რაღაც დამავალეთ მახსოვს. პაკო, შენ ბუშტები გინდოდა, როგორც მახსოვს. ციცუთი ხო არის აქ ბუშტები? კი. დურიქს უნდა ეწევს.
ეს რანაირი ბუშტებია? ეს ძალიან ლამაზი ბუშტებია, პაკო და ძალიან გამძლე. წყალით შეგიძლია ჩაასხა და არ გასკდება, პაკო. ეხლა რა უნდა ვქნა? უნდა გახიო ეს. ხო. აი ესე. აი ეგ არის ბუშტი. ეხლა გაშალე ეგ. ხო. და ტუჩებთან მიიტანე და ძლიერად ჩაბერე. აჰა, კიდე. აჰა. რა ლამაზია. საინტერესო სუნი აქვს. დედას მაგონებს. მე ჰამლეტ, შენ შემთხოვეთ ამბაკო, მაგრამ უფრო საინტერესო რაღაც მოგიტანეთ არის ერთის. აი, ეს არის ელექტროსიგარეტი. რამდენ ნაპასაც გინდა ამოვარტყო და შეგიძლია ჯიბეში ატარო ესე, აი აქედან უნდა ამოვარტყო ნაპასი. არა, მაქსიმუმზე არ არის საჭირო. ხოჩა, წარკვეთილო, ხოჩა. ნახე, ვლად, ნახე. და როგორ სიმციმებს, თითქოს სექტემბერია, ვლად. რა ქვია ამას? რავი, tasty foggy-ია. ოლალა, ფრანგული ყოფილა. ედმუნდ, შენ არ გითხოვი არაფერი, მაგრამ ძალიან საინტერესო წიგნი მოგიტანე. შიგნით საინტერესო ნახატებია. საინტერესო წიგნია. იძლება ცოტა ხნით დაგტოვოთ. რაღაცა არაფერი წამიკითხავს და მალე დავბრუნდები. რადგან ყველა კმაყოფილია თავის საჩუქრით, ვლად, თქვენთვისაც მაქვს ერთი სურპრიზი. არ მიეკარო. არა, ახლოს არ მივდივარ, უბრალოდ დავაჩვენო რაღაც. აი ეს. ზოჯანდაბაა წარკვეთილო. რა ჩაიფიქრე? როფერი ეს? მარა ვავაია. ვავახშავლად. ავოკი მადიკა. აბრძელე. სასო. გეფიცები არაფერი ცუდი არ მაქვს, შაფიქრებული სურპრიზია. ცოტი დარწმუნებული ვარ რომ მოგეწონება, აი ეს ჩვენგან საჩუქრად.
ჩავიჯვი, მე წამოხდა. უმეს ფაგრაში მეშინდა. შევა მეჩვენება თუ რაღაც დეირები არიან, თუ რაღაც სტოკჰოლმის სინდრომი. რაღაცნაირი ვერი, ნახე როგორი ტირე. ხო, შეჭება ზიარავი, დედამოტყული რა. რა ტირებდა. არა ბიჭო, ეგ რა არის ეგ? ეგ მზე მაგათვის რაღაცა ისეც ნიშნავს რა, რასაც ვეღარ დააბრუნებ რაღაცა შოუს წარსულიდან, აი. ადამიანობას ხვდები, აი. ბავშვობას. ერექცია, არა ერექციას რატო კაცო? ბავშვობაში ყველასავით როა. რაღაცა ეხა ეჭვმეპარება ეგენი ერექციას მიდიროდნენ რა. ხო, როგორ ბეზიზღება რა ეს ყლიობა რა. დავიღალე ამ ეგზორციზმის ყურები, ჩეჩება რა არის? შემდეგში ტელეფონი უყიდო და დარეკოს თუ რამე უნდა. რა მინდა? შემოდითო. წამა. ალო. არა რა მძინავს ვარჯიშობს. ხო, ვარჯიშობ 1-5 კილომეტრი მაგ ნარბენი და 150 აჯიმანია და რა მთელი ამბები რა. ხო, ეხა 1-3 კილომეტრი დამჩა ვირბენ და ეგა არა. არა რა ფრენდ ზონა ბიჭო. სადარბაზომდე მივაცილე და თან ნებიანადაც მაკოცა რა. ლოყაზე. რა შუაშია ბიჭო, კოცნის დროს ენა ვიგრძენითო. აი მე მგონი მოჩვენებები დამეწყო ბიჭო. ვაჰ ბიჭო. ვაჰ ბიჭო, მე მგონი დამენძრა, სახში უნდა წავიდეთო. რაღაც კი მე უნაცრებდი კიდევ თუ მექნებოდა. ლაცი რომ იცოდე არც ერთს არ დაგვინახავს როგორ მოგდიოდა ცრემლები. ხო, თან ასე რომ შვებოდი. ხებს რო შამჩვილო. ლადი ისეთივე ურხებია როგორც ღამის სიხუმე. უემოციო როგორც მოხუცი ძაღლი და ისეთივე უცვლელი როგორც ჩემი დიაგნოზი. მეორე თავა გაიმეურო. სასო. რატომ გადაწყვიტე? გეჩვენებინა ეს ჩემთვის. თქვენ უსაშიშოსო, შეიძლება ვლადი დაგიძახოთ. დუმილი ხობის ნიშანია. ძალიან გთხოვ, თუ კი რამე გაწყენინეთ, ნუ დაგვიშით რა. იცით ეს სასოსიდია იყო და ვერ შევეწინააღმდეგე. უბრალოდ მეგონა რომ მოგეწონებოდათ და გაგეხარდებოდათ. ესეთ რეაქციას არ ველოდი. სასო. შენი აზრით ვინ ვართ ჩვენ?
ვლად არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ იმედი მაქვს სწორად გაგვიგებთ და არ დაგვრჩით ამის გამო. თქვენ ხართ ყველაზე დიადი ადამიანი, ვისაც კი შევხედრე ვარ. ყველაზე კეთილი. ოდნავ სიმპათიურიც და საერთოდ საშინელი არსებები. შეხوار. ესე ვიფიქრე თავიდან. არა სიმართლე რომ გითხრათ, რაც ეს დღეები გაკვირდებოდით და განსაკუთრებით ის სცენა, რაც რამდენიმე წუთის წინ გათამაშდა, მან მაფიქრებინა, რომ თქვენ ხართ საცოდავი არსებები, რომლებიც უბრალოდ საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვიან. ეხლა ამ განთიას და რაკში რომ გაგიკეთებ, სოსო. ვინ არის შენი საცო? ამლეთი ვერ გაიგე. საკმარისია. სასო. დორიკა. ახლა მე გეტყვით ვინ ვართ ჩვენ. იმას ალბათ დიდი ხანია მივხვდით, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არ ვართ. სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა სახელს გვეძახდნენ. თუმცა არსი ერთია. ჩვენ ნოსფერატუ ვართ. ჩვენ დროში ვამპირებს გეძახიან. მოიცა. მაგით რისი თქმა გინდა? რომ ჩვენს გარდა სხვებიც გინახავთ? არა ბატონებო, სწორად გაგვიგეთ, ჩვენ ვამპირებზე მხოლოდ ფილმებიდან და წიგნებიდან გვსმენია და საერთოდ არა ვისჯერა ვამპირების არსებობის. თქვენ უბრალოდ მითი ხარ და პოპკულტურის ნაწილი. ესიერად ილაპარაკე შენ. შენ თვითონ ხარ პოპკულტურის ნაწილი თუ რა თქვა? ისტორიკას იმის თქმა უნდა, რომ იყო ესეთი მწერალი ბრემ სტოკერი, რომელმაც ადრე დაწერა ნაწარმოები გრაფ დრაკულაზე. ანუ ბნელეთის მოციქული, რომელსაც რაღაც ეშინია სინათლის, ვერცხლის, წოვს, სისხლს, მაგრამ ინსპირაცია იყო რუმინელი მართველი ვლად ცეპიშ დრაკულა. აი ეს ვიცით. ვლად. ანუ ჩვენ აქამდე რაც გვინახავს ფილმებით და წაგვიკითხავს წიგნში, ეს ყველაფერი სიმართლეა ვამპირებზე? ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ყოველი ლეგენდის თუ მითის საწყისი ყოველთვის რაღაც პატარა სიმართლეა. მაგრაფის რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემი ისტორია 400 წლის წინ დაიწყო. როდესაც ჯერ კიდევ უბრალო მოკვდავის ცხოვრებით ცხოვრობდი. უკურნებელი სენი შემეყარა. იმ დროს ჩემი ოჯახი შეძლებული ოჯახად ითვლებოდა, თუმცა ვერანაირმა ჰექიმბაშმა ვერ შეძლო ჩემი განკურნება. ყოველი დღე, ყოველი წუთი, ყოველი წამი მაახუებდა სიკვდილს და ეს გარდაუვალი ჩანდა. ყველაზე საშინელი არა ეს სენი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების ყურება იყო. საწყალი დედა ჩემი, რომელიც დღეს და ღამეს ლოცვაში ატარებდა. მამა ჩემი კი სმაში პოულობდა ეფემერულ შვებას. ერთხამესაც გადავწყვიტე სახლიდან გაგვცეულიყავი და სული მარტოობაში დამელია. ამის დღეში ხვალება მოხრჩობდა. ღმერთის არასოდეს მწამდა, მაგრამ იმ მომენტში ღმერთს ხმამა ყვევებდრებოდი, რომ გადავერჩინე. უცებ ხმა გავიგონე, რომელმაც მითხრა, ერთს არ ემეტება შენი. სიცოცხლე, აი მე კი შენთვის, მიჩუქნია მარადისობა. სილვეტი შევნიშნე, რომელიც მომიახლოვდა. ტყუის სიტყვა ხსრულდეს და შენ გადარჩევი.
ბოლოს რაც მახსოვს იყო სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი. ახსრულდეს. ეს სილუეტი ვინ იყო? არ ვიცი. როდესაც თვალები გავუხილე, დღეში აღმოჩნდი. ვიგრძენი რომ ის სენი, რომელიც მკლავდა სადღაც გამქრალიყო. აი მის ნაცვლად კი რაღაცა უფრო უარეს დაესატყურა ჩემში. გაუმაცხარის წყურვილის სისხლის, რომელიც ყველაფერს გავიწყებს. მარტო სულობა და შიში. ყველაფრის საპირწონე უკვდავებაა. დამიჯერეს ას. არღის უკვდავება ამ ყველაფრად. ალბათ. თქვენც ის ლანდი გამოგეცხადა, თუ როგორ გახდით ვამპირი? მე ვადმა გამაქცია. არა, მე მადლობელი ვარ. რადგანაც ჩამოხრჩობას მიპირებდნენ და რეალურად ვადმა სიკვდილისგან მიხსნა. რატო გიპირებდნენ ჩამოხრჩობას? მიპირებდნენ არა. ჩამომახრჩეს. ერთი ჩინოვნიკის ცოლთან ვიწექი და ცოლის დასთანაც და მოახლესთანაც თან სამივესთან ერთად ერთღამეს მაგარი გარყვნილი ოჯახი იყო ეს მოახლე ცოცხის დარს ერბოს უსვამდა და მე ორივეს და გამარისია ბოდიში მოგონებებმა გამიტაცალად მოკლედ ასე იყო თუ ისე ამ ჩინოვნიკმა შემოგვისწრა მაგრამ მოკვდა კაცი ჯერ თავის ხალს აცემინა ჩემი თავი შემდეგ მომიგონა თითქოს მოსაკლავად შეუვარდი და ბოლოს იმდენ იქნა რომ ჩამომახრჩეს მაგრამ სიმაღამეს დილეში ვადი მოვიდა არჩევანის საშუალება მომცა მე წავირჩიე ის რაც ავირჩიე თვალი რომ გავახილე თოქზე კიდე და ყველა სახლში იყო წასული ერთხანს ასე ვიქანავე თოქზე აქეთ-იქეთ შემდეგ ვადი მოვიდა და თოქი გადაჭრა მას შემდეგ სულ ერთად ვართ აი უკვე თითქმის 3 საუკუნეა აუ ვიდი ჩემზეც მოყევი რა ბარებ რა ვლად ესენი მე გადავაქციე თავიდან ერთ თქვენსავით ვყავდა სარეცხს და ჭურჭელს გვირეც ყავდა მე ჩამჟირდა კიდე თუ არა თქვენნაირი უნდა გავხდე მეც მინდა თქვენნაირი რაღაცების კეთებაო იქამდე არ მოისვენა სანამ არ მაკბედინა და პირველი 7 თვე არაფერი არ მინანია. და მერე რა იყო? მერვე თვე დაიწყო. ხო, აი რაც შეეხება პაკოს. პაკო. წადი იქით ითამაშე, კარგი? მისდი პაკო, მისდი. აკო მშობლებმა მიატოვეს თავში რაღაც პრობლემები ჰქონდა და ეს ვერ აიტანეს დღეში წაიღონეს და იქ დატოვეს
სისხლის სუმა მიგვიყვანა მასთან. საწყალი ნადირს დაეგლიჯა და სულს ღაფავდა. ისეთი საცუდავი თვალები ჰქონდა. შემეცოდა და გადავარჩინე. არ ვიცი თვითონ რამდენად კმაყოფილია თავისი ცხოვრების, მაგრამ მე ერთი წამითაც არ მინანია რომ გადავარჩინე. რა შვები პაკო? 11. კარგად არის. მაგრად მეცინება. აუ მე ჩემს მოგას პიცალა, მაგრამ რა დამაძინებს ამ ყველაფრის მერე. თავის გაფიცებ წლების წინ რომ ვიწყებდით ამ კონტენტის კეთებას რა. ფიქრებდი რომ ვამპირებს გავიცნობდით. როგორ არ ვიფიქრებდი? სულ ვიცოდი რომ ვამპირებს გავიცნობდით. დრაკონზე ვიფრენდით და ქალთებსაც პირში ვივცებდით. რას ვიფიქრებდი შეჭიმა? მგონია რომ სიზმარში ვარ და ვერ ვიღვიცებ იმი. რა რიგა? შამანის ამანიტა. ამანიტა მუსკარია. კაი არა მე. ძალიან მაგარია, შე რო ცოცხალი ხარ და არ გახრჩობ, ამას უნდა უმადლოდ. და ეს არ ნატურალურია? კი, ძალიან ძმაო. რომად ის არ გეგონოს რა, მაიმუნობა რო არის, ხო იცი? გასული ვერ გასული ვარ, ეგ თემა არ არის. გინდა? ესე. ერიგა. სვილო თემა. რა? აკე. ზენდერზო. არა ვკლად. აუ მოდი რა, ხვალინდელზე ხვალ ვიფიქროთ, კაი?